და დღეს მე ამ ვიდეოში უნდა მოვიყვეთ ერთ-ერთი ლეგენდა, რომელიც სამუდამოდ ლეგენდად იქნება. მაგრამ ზოგიერთ ადამიანებს ამისი ნამდვილად სჯერათ. მოდი დავიწყოთ. პირველი რიგში გამოიწერთ შემიარხე, იმიტომ რომ მალე ავალ 200, მალე ავარ 300 გამომწერდი და მე 400, უჩვარი და 500 გამომწერზე უჩვენს. იმიტომ რომ ხალხმა რაღაც პრობლემები მაქვს შექმნილი. მაგიტო მაგ პრობლემების გამო მომიწევს რომ ანექოს გამოიწევს გამოიწევს ხალხს ან 1000-ზე, იმიტომ რომ ჯამბი პრობლემა მაქვს ახლა გამოჩენა და ჯამბი გამოიწევს ხალხსნა და დამეხმარე. მოდი ახლა კიდე გავაგზავნოთ ლეგენდის ხალხობა. მილიღაც წელში მტოხარ წელი არ ვიცი, მაგრამ ძალიან დიდი ის წელი ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა ერთი ჯადოქარი. მას კუდიან ლანას ეძახდნენ. ქალს განსხვავებული კანისფერი ჰქონდა. მას ჰქონდა მწვანე კანი. მის გამო მას ჯადოქარი უწოდეს. სამწუხაროდ ლანას ცუდი იდეა დაებადა თავში. მოდი გავალ ხალხში და ვინმეს მაინც მოკლა. იმიტომ რომ ლანას ვეღარ აეტანა რომ ჯადოქარს ეძახდნენ. ხო და ამდგები და მე თვითონ გავხდები ჯადოქარი, რომ ნამდვილი ჯადოქარი იყო. ლანა იმ დღიდან ჯადოქრულ საქმეებს აკეთებდა, ხოლო ხალხი უკვე სახში იმალებოდა, რადგან ლანა იცოდნენ რომ ლანა ერთ დღესაც მათთან მივიდოდა. ლანა აკეთებდა და აკეთებდა შეყუთს, აკეთებდა და აკეთებდა ძალიან ბევრ ელექსირს. ხოლო ერთი ელექსირი როცა გაკეთა, შემდგომ სხვა ინგრედიენტები შეუვლია. და რამდენიმე წუთში როდესაც ელექსირის მაშინ რო გადაწყვიტა, სამწუხაროდ ლანას გაუჩნდა ადამიანივით კანი. ძალიან ლამაზი ლურჯი თვალები და ძალიან ლამაზი დაემსგავსა. ეს კი ყველაზე ცუდი რამ მოხდა ლანას ისტორიაში. ლანამ დაიწყო ყვირილი. ხოლო ხალხი შოკში იყო, თუ ასეთ ლამაზ გოგო საიდან მოვიდაო. რა თქმა უნდა, ხალხი გაოცდებოდა. ხალხის გაოცების შემდეგ ძალიან ბევრმა ადამიანმა თქვა, შემთხვევით ლანა ხო არ არის, ან ლანას ელექსირის დამსახურება. ზოგიერთმა კი ნამდვილად გამოიცნო, მაგრამ ზოგიერთმა უარი თქვა ამაზე. და უბრალოდ ლამასინდა შვენი გოგო დაუძახეს. სახელი როდის ეკითხეს, ლანამ რა უპასუხა? ვიქტორია. მე მქვია ვიქტორია. ვიქტორია მისი საყვარელი სახელი იყო. ვიქტორია. ხე ვიქტორიას ეძახდა. ან დღესაც გოგონა გაუჩნდა. ანუ ვიქტორია და იგივე ლანა გაუჩნდა. სოფელმა დაიწყო ძებნა, მაგრამ უკვე ლანა თავის სახში იმალებოდა. იმიტომ რომ შუა ღამისას ძილის დროს შემთხვევით მწვანე ჯადოქრად იქცა. რადგან არ უნდათ რომ რადგან ლანას არ უნდა რომ ის გამოეტეხა ამ საიდუმლოში, ლანა ხალხში გაიქცა. ხოლო ვიქტორიას პერსონაჟი არსად არ ჩანდა. დაიწყო შეტევები. შეტევებზე გულისხმობ ლანას სახში მივიდნენ და ლანას კანები გამოიღეს. კანები შეუმტვრიეს და დაიწყეს შენ ვიქტორია მოკალი. ხალხმა კი ის დაამწყდია. როდესაც აღიარა რომ ვიქტორია მას არ დაუჭერია, მაგრამ რეალურად ხო ვიქტორია თვითონ იყო, ხალხმა გაუშვა.
მაგრამ ხოლმე ერთი რამე უნდა მტკიცებულდება, რომ ლანა მას არ დაეჭირა. კარგი რაღაც მოიგონა. ხალხს ტვინიაურია მისი ერთ-ერთი საწამლავით. მაგრამ ერთ-ერთი ადამიანი ამ დროს ძველი ფოტო აპარატით ფოტოებს იღებდა და როგორ აკეთებდა რაღაცებს მოულოდნელად გოგოს ყვილი გაიგეს. ვიას ფოტოაპარატი ქონდა, ფოტოაპარატი გადაავარდა. ხოლო ლანას კი შეშინებული თვალებით ხედავდით. შეშინებული ლანა მალევე მის კუთხეში შევიდა. მისი ძალით კარები ძალიან ძლიერ მოაჯახუნა. მალევე ვიქტორია გამოჩნდა, ნამდვილი ვიქტორია. ფანჯრიდან გახვედულის დროს დაინახეს ნამდვილი ვიქტორია. ზოგიერთ ხალხს ტვინი არ არევია, მაგრამ ზოგიერთ არია. ვისაც არ არევია, ვიქტორიას გამოჩვენა ძალიან გაუხარდა. ვიქტორია ამტკიცებდა, რომ მათ არ იცნობდა. ხოლო ხალხი კი ამტკიცებდა, რომ მათ იცნობდა. ბევრი თვის და კვირის შემდეგ უკვე ვიქტორიამ მთელი სოფელი გაიცნო. შემდეგ დღეს კი ძალიან დიდი ქარიშხალი იყო მოვარდნილი. ხალხი რა თქმა უნდა ლანას აბრალებდა ამ ყველაფერს. ლანა არაფერს უეშერებდა. მაგრამ ცოტათი მისი ხელისურებია. ლანას თანსახში ავიდა ვიქტორია და ვიქტორიამ კითხა. კარებს დამიღებ. წვანი ჯადოქარი ლანას შეშინდა. ვიქტორიას კარები კი გაუღო, მაგრამ მალევე გალიაში ჩასვა. ვიქტორია ახლა გალიაში ზის. მაგრამ ჯადოქარმა დაუსვას დიკითხვა, თან რამე გინდა? შენზე ხალხი ლეგენდა წყვება, რომ ჯადოქარი ხარ. მაგრამ მაინდა დაგიჟვა ერთი კითხვა. შენ ნამდვილი ჯადოქარი გახდი? შენზე ბევრი წიგნი მაქვს აკითხული შენნაირ ხალხზე. ჯადოქრებზე. მაგრამ ერთი რამენაც ვერ გავიგე. წონიკანიანი ჯადოქრები, რეალურ ჯადოქრები კი არა. ნამდვილი მებრძოლები არიან. ხალხი დაცხოვრეთ, მაგრამ ხალხი მას თუ ფიქრობს. მე შენ სტუდია არ მიფიქრია. მაგრამ ერთი კითხვა მაქვს. ვიქტორია ვინ იყო? ხალხის შემდგებს რეკომენდაცია. თიკი მათ არ ვიცნობდი. ჯადოქარმა აღიარა რომ მან გააკეთა უცნაური ელიქსირი, თოჯხა ინგრედიენტები და ვიქტორია გახდა. ვიქტორიამ კითხვა დაუსვა. შენ რანაირად გახდი? არ ვიცი. პასუხი ჯადოქარმა. ვიქტორია კი გაუცებული უკან დაბრუნდა. ვიქტორია მის რამეები უთხრა ჯადოქარზე, რომ ნამდვილი წარმოდგენა შეუცვალა ხალხს. ხალხს რახან უკვე წარმოდგენა შეუცვალა. ხოლო ჯადოქარი სიღალარცინიან გარეთ გავიდა და ხალხს კარგად იმეგობრებს. მაგრამ როდესაც ჯადოქარმა შემთხვევით გაიგო ვიქტორიას გადაქცევის რეცეპტი, მალევე შეშინდა. გაიგო, რომ რამდენიმე წელში ის მოკვდებოდა. თუ დროზე ვიქტორიას თმას არ მოჭრიდა და ის მიიმაგრებდა. მალევე დახანდა. ჯადოქარი ლანა კი ვიქტორიასთან მალევე გაიქცა. ჯადოქარი ყუროდა ვიქტორია მჭირდები ვიქტორია მალევე გამოვარდა. აგინდა ვიქტორია მეკედებოდი. თუ შენ თმას არ მომწე ერთ წელს მოვკვდები და მიმეღებ შენ თმასთან მე ხოლმე შენად გადავიქეცი. თქმა უნდა ვიქტორიას არ უნდა რომ ის მომკვდარიყო, რადგან ის ნამდვილი მებრძოლი იყო.
იმიტომაც კარგით მას მოგცემ, მაგრამ ვერ გავიგე. ანუ ზოგჯერ შეგვიძლია ჩემად გადაიქცე, ჩემ უბად. არა, პასუხადა დუქანმა. და რატომ? კითხა ვიქტორიამ ის გაიგო რისი მოსმენაც ნამდვილად ეკეწინა. მე თუ ერთხელ შენად გადავიქცევი, იმის მერე მე მოვკვდები. რატომ იმის ჩემი მოყოლა მომდება და უნდა დამაწალოს, რომ შენად გადავიქცე. და რატომ ეწყინა? იმიტომ რომ მას ძალიან უნდოდა რომ დუქანი მისად გადაქცეული იყო. მან კარგი, არ მინდა რომ მოკვდე. თქმა უნდა კომპიუტერს გაუკვირდა ჯანდოქარს. არ გინდა რომ მოკვდე. იმიტომ შემენ დამეხმარა. რაში? შემთხვევით ყველს იცავდი ადრე ბავშვობაში. ბევრი მტერი ყავდა, მაგრამ მტრები ვერ გამარცხებდნენ. ამ ისტორიის დაზეპირებას მომდია 3 საათი. ანამანდო. არ მინდა. ხოდა. თადოქანი მაინც ვერ მოხდა. მე შედა კავშირში ხარ. ერთხელ პატარაობაში. ერთი წვანიკანიანი გოგო გავიცანი, რომელიც გარეთ მწვანე პეპლებს ეთანხმებოდა. რომელიც მის გამოგონილი იყო მწვანე პეპლები კი არც დარიგული. უსებ ბავშვობა დაიხსენა ჩემმა დედოფალმა და გახსენდა მამაცი გოგო, რომელიც პატარაობაში მას ეთამაშებოდა. მას ძალა ჰქონდა, მაგრამ დიდობაში უკვე δεν დაკარგა. იმის გამო რომ შემთხვევით მას ხელი გაუჭრეს. ნუ გაგწრეს და მას თუ სიცხე მოვიდა ძალაც გაქრებოდა. ძალა კი გაუქრა, მაგრამ ძალიან მას თავიდა. ბოლოს ისინი გამოვიდნენ პარკი მოკოპრები. ხოლო ერთ დღეს ისეთი რაღაც მოხდა, რომ კოხილი პირდაპირ ჯადოქარს დაეცა. ლანა მოკვდა. მაგრამ ვიქტორია მოროზეცის გაიგო, ვიქტორია წყალში გადახტა და თავი მოიკლა. ასე დამთავრდა თავის მეგობრების ისტორია. ეს თვითონ ნამდვილია თუ ლეგენდა, დამიწეთ კომენტარებში.